გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სკოლის მოსწავლეებისთვის და უცხოელი ვიზიტორებისთვის ისევ მიმზიდველ ადგილად რჩება. გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებას 15,000-მდე ადამიანი ესტუმრა, რაც ხელმძღვანელის თქმით ნორმალური ციფრია. თამილა კოშორიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციამ გასულ წლებში პანდემიის დაწყებამდე აქტიური საინფორმაციო კამპანიით მუზეუმით 20,000-ზე მეტი ადამიანი დააინტერესა. თუმცა ეს ციფრი 2021 წლიდან საგრძნობლად შემცირდა. კოშორიძის განმარტებით ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ მალე ისტორიულ-ეთნოგრაფიული სივრცე 10,000-ობით ადამიანმა ნახოს. რაც შეეხება მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებს, დაწესებულებას 1,500-მდე ვიზიტორი ჰყავდა. მუზეუმს დამთვალიერებელი არ აკლია. ტრადიციულად ჩვენი მუზეუმის სეგმენტი ძირითადი დამთვალიერებლების გახლავთ მოსწავლე ახალგაზრდობა. სკოლები აქტიურობენ. ჩვენ ამისათვის გვაქვს გარკვეული საგანმანათლებლო პროექტები, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა ჩვენი ექსპოზიციით, რომელიც ძალზედ საინტერესო გახლავთ, ემსახურებით თავისთავად ცხადია უცხოელ ვიზიტორებსაც. იანვრიდან დღემდე ჩვენი მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა დაახლოებით 1,200-მდე ვიზიტორმა. შეიძლება ეს ციფრი არ იყოს დიდი ზოგადად, მაგრამ ჩვენი ტიპის მუზეუმებისათვის ეს საკმაოდ ნორმალური ციფრი გახლავთ. გასული წლის სტატისტიკა დაახლოებით 15,000-მდე ვიზიტორმა დაათვალიერა ჩვენი მუზეუმი. საერთოდ მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კოვიდამდე ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ჩვენი მუზეუმის პოპულარიზაციაზე და საკმაოდ დიდი რაოდენობა ყავდა ვიზიტორების, 2019 წლის ბოლოს 20,000-მდე, ჩვენთვის ეს დიდი ციფრი იყო. ავიდა ვიზიტორთა რაოდენობა, თუმცა იმ 3 წელმა ეს გააჩერა და ჩვენ ისევ იქ მოგვიწია დაბრუნება, საიდანაც მუზეუმის პოპულარიზაცია.